საკმარისად ინფორმირებულობის ნაწილი ექიმის კაბინეტში, ხო, რომ რა პროცედურა utარდება ადამიანს, რა რისკებს მოიცავს, რა ღირს, ხშირად ფასებს მერე იგებენ, რაღაც მანქანის გაკეთების, მანქანა ხო არ არის მართლა ბოლო-ბოლო რა. ჯერ ის რა არის და მერე შენ ჯანმრთელობაზე, ხო? რომ რამდენად ინფორმირებული, ანუ ინფორმირებული თანხმობა ქვია, ხო, რაც კანონით ევალებოდა. ანუ ფურცალზე მიგდებული ისე კი არ მართლა რო აუსვა რა. ხო, ანუ მაგიტო ქვია რა, რომ აი უხსნი ყველაფერს რა ელის, რას უკეთებ, რა რისკები ახლავს, რა ღირს. და რა შედეგები, გართულებები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეხლა დროის უქონლობა, ემპათი რაღაც ეს არ ხდება რა, ჩვენ ვიცით. არ ხდება რა, ეგ მასწლუა. იმიტომ რომ აი მაგალითად ბანალური ენდოსკოპიური პროცედურის დროსაც ინგლისში მაგალითად ამხელა რაღაცა პროფესორი და დიდი ასე პირისპირ შეიყვანდა პაციენტს ალკე ოთახში, თავის ასისტენტთან ერთად ან მარტო შევითვალა და ელაპარაკებოდა ვაკეთებ ენდოსკოპიას, გაკეთებული მაგ მილიონი ერთჯერ გართულება არ მქონია, მაგრამ რა ვიცი, აი 0.1% არ შეიძლება მოხდეს ეს, შეიძლება დააზიანო ეს. ამისთვის რო რამე მზად იყავი, არ შეგეშინდეს გართულება თუ მოგივა კლინიკაში ხარ, გარეთ არ გაგაგდები და დაგაკვირდები და ის კი არ უნდა შეაშინო იქ პაციენტი, რომ პროცედურა არ ჩაიტაროს, მასე რა უნდა ადამიანის შეშინებას, ხო და ეგ უარესია. მან კომუნიკაციის სწორი სტრატეგიაა ასარჩევი, რომ არ დაზაფრო ძალიან და პირიქით დაამშვიდო, რომ იდეაში რაღაცა მედიცინა სარისკო საქმეა. ეგ უნდა ახსოვდეს ყველა პაციენტს რა. მედიცინა არის ძალიან სარისკო საქმე. ოღონდ სასწორის მეორე პინაზე გვიდევს ის, რომ მედიცინის არარსებობა იქნებოდა კატასტროფა რა. ანუ კატასტროფა რაღაცა 20 წლით ადრე მოვკვდებოდით კაცობრიობაში ყველა პლანეტაზე ვინ ცხოვრობთ, ვიდრე მედიცინის არსებობის პირობებში. მაგრამ სარისკო საქმეა. ეგრეც ხდება ჯერ კიდე რომ 70-80 წლის წინ, ხო? ხო რა, მასე ხო რა, ელემენტარული ანტიბიოტიკით რო დღეს და იმის რა ქვია, კარდიოლოგიაში თუნდაც პროგრესი რაც არის, იმ დაავადებებით რაღაცა მიოკარდიუმის ინფარქტით რო იღუპებოდა ადრე, ეხლა ცხოვრობს ჩვეულებრივად სრულფასოვნად სამედიცინო მეთვალყურეობის ფონზე, იმიტომ რომ განვითარდა რაღაცა ინვაზიური პროცედურები და სხვა მედიკამენტები და ასე შემდეგ რა და ეგ უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ეგ ყველაფერი რაღაც საფასური ჯდება, ფულს არ გულისხმობ რა, გულისხმობ რისკებს რა, რომ ეგ აი პაციენტს უნდა იცოდეს, ეგ ძალიან საბაზისო განათლებაზე მივდივართ იდეაში, ყველა ადამიანს რაღაცა დონეზე, ანუ აი რაღაც დონეზე სკოლაში რო სისულელეებს სწავლობს, აი რაღაც აი ქვეყანა როგორ მუშაობს, მედიცინა რა არის, ფული საიდან მოდის, ის ფული საიდან იხარჯება. ეგ თავიდანვე უნდა დავასწავლოთ რა, მე გამიხსენებია, რომ სიტყვა ბიუჯეტი რა იყო, საერთოდ არ ვიცოდი სკოლაში და ან მე გზადაგზა იმას ვქენი რა და თუნდაც ექიმმა რო ეგ ფული საიდან მოდის. ამ განათლების მიღების როგორ მნიშვნელოვანია რასთან უწევს შეხება. ხო, აი ექიმები არა ვართ იდეაში ჯანდაცვის საუკეთესო სპეციალისტები, იმიტომ რომ ძალიან ტენდენციური ხარ მარტო შენ სფეროს უყურებ და ეხლა მე რომ მარტო ეხლა კრონკოლიძე ვლაპარაკობ, ეხლა შეიძლება სხვა პრობლემა უფრო მეტი და უფრო სახიფათოა დღეს ეხლა ქვეყნის პოპულაციურ დონეზე რო შევხედოთ რა, მაგრამ არა უშავს ეგ ჩემი ინტერესის უნდა დააბალანსოს ვინმე. კაი სისტემა ეგაა რომ პაციენტის პრეტენზიას თავისი ადგილი აქვს, ექიმისას თავისი და ვიღაცეები ამას სისტემა ამას აბალანსებს, ყველას უსმენს და რაღაცა საუკეთესო ვარიანტი გამოგხავს რა.